მშვიდობა გქონდეთ გულში, სულში, სამშობლოში, ოჯახში. ყველაფერი იქნება კარგად, ოღონდ ჩვენი ერი გამრავლდეს და ოღონდ ჩვენი ენა გადარჩეს. დღეს უნდა ვისაუბრო ქართულ ენაზე და მის ფასეულობაზე, მის სიძველეზე, მის გამორჩეულობაზე, ყველა სხვა დანარჩენი ენისაგან და მე ამ თავით ვეგეტყვით, რომ მე ამის სპეციალისტი არა ვარ და ისეთ სიღრმეებში არ წავალ, როგორც ენის ფონეტიკაა და სინტაქსია და გრამატიკაა და ასე შემდეგ, მაგრამ რამდენიმე თემას შემოგთავაზებთ, რომელიც ვფიქრობ, რომ სამსჯელოა, მნიშვნელოვანია და ასე შემდეგ და მოგეხსენებათ ახლა რა ფასეულობა არის ენა ჩვენი ერისათვის, ჩვენი ქვეყნისათვის. ჯერ მარტო დიდი ილია მართლის სწავლებაა, ენა მამულის არწმუნოება, ეს ჩვენი საუნჯეები, მე ძალიან მოკრძალებით ცხადია დღეს 21 საუკუნეში. სახელმწიფოებრიობასაც ჩავამატებდი ამას. ქართული ენა მოგეხსენებათ ახლა ძველი წმინდა მამებისა და უდიდესი ადამიანების გადმოცემაა, რომ ენა არის ერის სული. და შესაბამისად უკვე წარმოვიდგინეთ, როგორი დამძიმებულია, მოდით პირდაპირ ვთქვათ, ჩვენი ეროვნული სული ენის სახით. როცა ამდენი ხან ბარბარიზმია შემოსული და ხან ბარბარიზმი კიდე გამართლებულია, იმიტომ რომ ბარბარიზმი არის ისეთი სიტყვები, რომლის მსგავსი, ანალოგი, სინონიმი, შემცველი ამ ენაში არ არსებობს. რა მაგალითად რაკეტა და სამოვარი სიტყვაზე და ასე შემდეგ და ტაქსი მაგალითად და ასე შემდეგ და ისეთ სიტყვებს რო იყენებენ, რომელიც მომადლებული გვაქვს ქართველ ერს, ეს დანაშაულია, ერის წინააღმდეგ დანაშაულია. მე ძალიან არ მიყვარს ადამიანთა მხილებანი, ეხლა აი ძალიან ერთ სიტყვას პარალელს გეტყვით, რომ აი ეროვნულ მაუწყებელზე, პირველ არხზე, რადიოს პირველ არხზე, ჩემი ყურით აი ამ 10 დღის წინ იყო რაღაც დიდი იუბილე, 100 წლის იუბილე, დიდი უდიდესი იუბილე და ერთ-ერთი უძველესი ქართული რადიოა დედამიწაზე და იქ აი ტექსტი რო წაიკითხა წამყვანმა, რომ ესეთია ჩვენი რადიო, ეს დაწერილი ტექსტი, რამდენჯერმე მანამდეც, მერეც შესაბამისად იყო წაკითხული ტექსტი და ამ ტექსტის ჩამთავრებიდან 1 წუთში, 2 წუთში წამყვანი რაღაც გადაცემის ამბობს, რომ აი უნდა დაგასპოილეროთო, ბრწყალებში ვამბობ ახლა ცხადია, უნდა დაგასპოილეროთო, არ დაგასპოილერებთო რა. ისე როგორც ცხელი წყალი ეგრეთი მწველი იყო ეს სიტყვა და მე მინდა რომ ყველა ვთხოვო, მეტადრე ტელევიზიებში, მეტადრე პედაგოგებს და ასე შემდეგ, რომ გაუფრთხილდნენ აი ამას, მიაქციონ ძალიან დიდი ყურადღება. ეხლა მე მინდა დავიწყო ძალიან მნიშვნელოვანი წყაროები და ეხლა ნახეთ როგორი მომენტია ჩვენ გვაქვს ფაქტად რჩება რომ 4 ენა გვაქვს მე ვიტყოდი რომ ქართული ენა 4 ქართული ენა გვაქვს რა აი ეს მე ესე მირჩევნია მოიხსენიო და თქვენც აბა კარგად გამიგეთ აბა რამდენადმე გთხოვთ რომ მიიღოთ ეს რა რომ იყო ესეთი ადამიანი მე-19 საუკუნიდან მე-20 საუკუნეში ცხოვრობდა ჰუგო შუხარტი, რომელსაც ილია ჭავჭავაძესთანაც ჰქონდა მიმოწერები, შესაბამისად კითხულობდა, ეცნობოდა გაზეთ ივერიას და ასე შემდეგ, აინტერესებდა აღმოსავლური ენები და ჩვენი მეცნიერები იმ ადამიანს აბრალებენ, უпростоრად იმ ადამიანზე ამბობენ, რომ მან შექმნა ესეთი ტერმინი ქართველური ენები. ქართველური ენები, ანუ ქართული, სვანური, მეგრული, ლაზური, როგორც დღეს შესაბამისად ფორმულირებულია და მე ახლა მაქსიმალურად ჯერ ამ სიტყვას ვეძებდი. აი ამ სიტყვას საიდან გაჩნდა, ვისგან გაჩნდა და მე ამ ადამიანს ფაქტად რჩება რომ მოხსენიებული აქვს, გერმანელია ეს ადამიანი, ავსტრიაში, გერმანიაში დაბადებული კაცია და ქართველიჩე. ეს ქართველიჩე არის ნახსენები და მე ინგლისურად რო თარგმნი ამას, ქართველიან და ეს არ ითარგმნება როგორც ქართველური. აბა დაფიქრდით, კიდე რა არის ქართველური, თუ არ არის ეს სიტყვა დამაბნეველი, კარგად გამიგეთ, აბა დავუკვირდით. ქართველური, კიდე რა არის ქართველური, ჯიშები არის ქართველური, ცეკვები არის ქართველური,
რაღაც ფასეულობებია ქართველური, გარეგნობა ქართველული, კერძებია, სიმღერებია ქართველური, და რა შეიძლება იყოს ქართველური და ეს ქართველური? მე თუ მკითხავთ, გავს რაღაც იცით როგორ სიტყვას, აი ქართულის მსგავსი, ანუ ქართველური და არა ქართული. რა წინააღმდეგობა იყო რომ ქართული ენა და ქართული ენები, ან ქართველთა ენები დარქმეოდა ამას, კარგად გამიგეთ რა. ეხლა იქ რა თქმა უნდა მე იმაში არ შევდივარ, იმ დიდი გრანდიოზული მეცნიერებების შეხედულებებში, მაგალითისათვის სიტყვაზე აი გამყრელიძე, სარჯველაძე, დიდი მეცნიერები ამბობენ რომ აი ქართული ენა ცალკე ოჯახია, სრულიად დამოუკიდებელი ყველა ენისაგან, უანალოგო, მოდით ესე ვთქვათ, უფრო მარტივი იქნება და ზოგი ამბობს რომ ეს იბერიულ კავკასიურია და აი რაღაც მსგავსებებია იქით შესაბამისად მე გამყრელიძისკენ ვიმხრები და სარჯველაძისკენ და ამ მიმართულებით და ზოგი ამბობს ახლა კარგად გამიგეთ ამაზე დღესაც კი დიდი ბრძოლებია. აი დღემდე არ არის ეს თემა დალაგებული და განსასაზღვრია ძალიან ბევრი რაღაცა. ზოგი ამბობს რომ ესენი დიალექტებია, ზოგი ამბობს რომ ესენი ენებია. მაგალითად ზოგი იყო ესეთი მეცნიერი ონიანი, რომელიც ამბობდა რომ შესაბამისად შეიძლება დიალექტებიაო, სვანურიო, ლაზურიო, მეგრულიო, მაგრამ შესაბამისად ლინგვისტურად ისეთი მდიდარი არისო თითოეულიო რომ შეიძლება ითქვას რომ ენა არისო. გაახარო ღმერთმა, მე ახლა რის თქმა მინდა, იცით რომ აი ეს ფორმულირებები და მეთოდოლოგიები არის დამაბნეველი და იმდენად დიდი ხნისა სრულიად ვეთანხმები რა ძალიან ბევრ ადამიანს. იმდენად დიდი ხნისა მეტადრე სვანური ენა, იგივე მეგრული ენა, იგივე ლაზური ენა, შესაბამისად ცხადია ქართულ ენასთან ერთად რომ მიიღეს რა ენის ფორმები, ენის ყველა ფასეულობა და ყველა შესაბამისად ერთადერთი რომ სამწერლობო არ იყო და ერთადერთი რომ საეკლესიო და სარიტუალო არ იყო შესაბამისად, თორე დანარჩენი ყველანაირად ცხადია ორი აზრი არ არსებობს რომ აი ქართული ენა კიდე მართალია თითქმის ან სრულიად არ აგავს ურარტულ ენას, მაგრამ აი ეს ურარტულ ენაც თურმე აი აბსოლუტურად გამოყოფილი იყო, ისიც არავის არ გავდა, ცალკე ოჯახი იყო, ხო მიხვდით და დანარჩენი ეს ოჯახები, რასაც ქვია მაგალითად ინდოევროპული და ასე შემდეგ, აი წარმოიდგინეთ ინდოევროპული ჩვენი მეზობელი სომხები რო საუბრობენ ინდოევროპულად, მთელ ევროპაზეა გადაჭიმული ეს ენა და ყველა ერთმანეთის ნათესავი და ჩვენ ენას რა როგორც ჩვენ ერს ნათესავი არ აყავს, წარმოგიდგენიათ ამ ხრივ და ამ ხრივ არის უნიკალური და მოგეხსენებათ ახლა აი გამყრელიძე ესეთ სქემას ადგენს, მე სხვა სქემას წამოგიღეთ. გამყრელიძე ესეთ სქემას ადგენს, რომ იყო ერთი ენა, მას ეძახის წინარე ქართულ ენას, ანუ პროტოქართულ ენას, რომელსაც როგორც თვითონ ამბობს, დაახლოებით 40 საუკუნის წინ, ამის უკან 40 საუკუნის წინ გამოეყო ჯერ სვანური ენა და დაიწყო ჩამოყალიბება, მერე აი ამ ქართულ ენას, არა მეგრულ შტოს, არა სვანურ შტოს, არამედ აი ამ ქართულ შტოს უკვე გამოეყო მეგრულზანური ენა და მერე მეგრულზანურმა დაახლოებით 27-28 საუკუნის წინ დაიწყო უკვე ცალკე ენად ჩამოყალიბება და მერე უკვე ლაზურად და მეგრულად გაიყო ეს ენებიო და აი ესეთ კიდევ კარგი რომ ამაზე რაღაც დონეზე ყველა თანხმდება რა. კიდე კაი ყველა თანხმდება რომ ეს ერთი ენიდან წარმოშობილია და არა მაგალითად სხვა რომელიმე სამეზობლო ენიდან და ასე შემდეგ და კიდე კაი იმაზე მაინც თანხმდებიან რომ ოდესღემ მე მაინც ვიყავით ერთი ერი. კარგად გამიგეთ რა. ამას რატო ვამბობ, იცით რომ არსებობს ესეთი ფორმულა რაღაც დონეზე, აი კანონი, წესი, არ ვიცი რა დავარქვა რომ არსებობს ენა, არსებობს ერი. აი ენა და ერი რაღაც დონეზე უკვე ისეთი
ისეთი მდგენელია, მოდით ასე ვთქვათ, ენა ერის არსებობისათვის, რომ აუცილებელი, შეუცვლელი და ეს აჩენს ძალიან ხშირად, კარგად გამიგეთ, პირდაპირ ვიტყვი, რაღაც სეპარატისტულ განწყობებს, რომ თითქოს და აქ რომელიმე სხვა ერი იყო და რომელიმე ერი აქ, რომელიმე კუთხე მოსულია და ასე შემდეგ. მე ყველას მინდა ვთხოვო, რომ ეს არ მიიღოთ, ცალსახად არ მიიღოთ. ეხლა არსებობს კიდე ერთხელ გეუბნებით, აი ეს ის რომ მაგალითისათვის კარგია, რომ ამას მაინც ეთანხმება ყველა და გაიმარჯვა ამ სქემამ მაინც გამყრელიძის თამას გამყრელიძის სქემამ, რომ ერთი წინარე ქართული ენა გქონდა, ერთი ერი ვიყავით, ეს რადგან ახლა იგი 40 საუკუნეს ამბობს, 40 საუკუნეს თუ უკან გადავალთ, ვიქნებით ა ブラ ამის ეპოქაში. ხო წარმოგიდგენიათ და აი ა ブラ ამის ეპოქაში შესაბამისად უკვე არსებობს ისეთი ქვეყნები, რომელიც ჩვენ გულზე გვეხატება და ჩვენი გუგონია რა, იგივე ეს არის მითანი, ეს არის იგივე ოსროენი, ეს არის იგივე კარდუკი, ეს არის იგივე ქალდეა, კარდუკი და ასე შემდეგ და უამრავი ქვეყანა და ეს ის ეპოქაა, როცა უკვე გაკეთებული გვაქვს წნორის ოქროს ლომი, საოცარი განძი და აი ერთ-ორ საუკუნეში უნდა გავაკეთოთ თრიალეთის ოქროს თასი და აქ დუხს ცხოვრება, არქეოლოგია მაინც ლაპარაკობს ამაზე და შესაბამისად იმ ეპოქაში ესე იგი უბრალოდ ძალიან ბევრი ადამიანს რაღაცის ეშინია ან რაღაცა მეთოდოლოგია ზღუდავს იმაზე, რომ თქვას, რომ აი მაშინ ქართველები არსებობდნენ, გამიგე და ისევ და ერთ-ერთ იქ ხო ქვია ესეთი დამაბნეველი სიტყვა, რომ ქართველური ენები, აი იცით როგორ განვიცდი ამას, რომ იმ გერმანელს არ უგულისხმია ქართველური ენები და თქვა ქართული ენები. ქართველიჩე, აი ჩაწერეთ ესა და ეგრე მარტივად ნახავთ გერმანული და როგორი თარგმნება და მე ინგლისურად როგორი თარგმნება ქართველიან. და აქ ვიღაცამ ესე თარგმნა, მიუღებელი ფრაზა რა, მე ესე ვფიქრობ ქართველური ენები, რატო გაიმარჯვა ამ ფრაზამ? მსსრ-ს ვაბრალებ, კარგად გამიგე და რაღაც ნაღმების დადების მიდგომებს და ტენდენციებს. შესაბამისად და მე უკვე წარმოიქმნა ეს მე ვამბობ ენები, კარგად გამიგეთ, ისეთი ფასეულობები აქვს, იმდენი სიტყვა აქვს, ისეთი საოცარი მარაგი აქვს და საოცარი სიძველეებია დალექილი და ისეთ საოცრო, ეს არის ჩვენი განძი, 4-ვე ენა, რომ შესწავლილ იქნას ერთის მეშვეობით, მეორეს მეშვეობით სიძველეები და ჩვენ ძალიან გაგვიჭირდება მომავალი, თუ ბოლომდე არ გვექნება შესწავლილი წარსული, მით უმეტეს ამ ეპოქაში, როცა ამისი ძალიან დიდი საშუალებები არსებობს, გინდა ტექნოლოგიურად და გინდა თავისუფლების მხრივ. ნახეთ ახლა რა ხდება. მე კიდე ერთხელ ვიმეორებ, არ ვამბობ, რომ ისინი დიალექტები არიან და დღევანდელი დიალექტები ჩამოვთვალოთ რა. დღევანდელი დიალექტები ჩამოვთვალოთ და წარმოიდგინეთ, რომ აი დღეს მე-19, მე-20, 21 საუკუნეში, როცა უკვე რაღაც დონეზე სასწავლო პროგრამები შეიქმნა მე-19-ში, ხო? მაგალითისათვის იაკობისა და დიდი ილია ჭავჭავაძის ეპოქაში წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებები იყო და რაღაც დონეზე ერთ პროგრამაში ექცეოდა, მოგეხსენებათ ილია ჭავჭავაძემ თავად ფაღავასთან ერთად სამურზაყანოში დააფუძნა სკოლები და წიგნები წაიღეს აქედან და რაც ისწავლებოდა გალში მაგალითად და ზუგდიდში, იგივე ისწავლებოდა თელავში და ახმეტაში და გორში და ახალციხეში, ხო, მეთანხმებით. შესაბამისად, იმის და მიუხედავად, რომ ესეთი სასწავლო ერთიანობა იყო, ერთი ეკლესია იყო, ერთნაირი წირვალოცვა იყო, მთელ ამ ტერიტორიაზე წყალი არ გაუვა შესაბამისად და ფაქტად რჩება, რომ სვანს, ლას და მეგრელს და აღმოსავლეთ ქართველს და მესხეთს, თელს და დღევანდელ საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორიის გარეთ მცხოვრებ ადამიანებს სხვა ენაზე ეკლესიაში არ ულოციათ, მაინც წარმოიდგინეთ რამდენი დიალექტი შეიქმნა, ხო? ნახეთ, ეს არის მიტროპოლიტ ანანია ჯაფარიძის შედგენილი სქემა, რომელიც უკვე გაცილებით ინფორმატიულია. ვიდრე ის სქემა, ამას მეუფი ანანიამ დაარქვა ქართული ენის სიცოცხლის ხე
მე ამას სხვადასხვა რესურსებში დავდებ, რომ კიდევ უფრო კარგად გამორჩნდეს. ნებისმიერ თქვენთაგანს კიდე ამას გადავცემ, ვაჩუქებთ, უგნებავთ, შევხვდეთ ერთმანეთს დედა უნივერსიტეტის ეზოში და ასევე გაჩუქებთ მეუფიანანიას შედგენილ ქართველ მეფეთა წარმომავლობას, აი ადამიდან ბაგრატ მეოთხემდე, მერე ბაგრატ მეოთხედან მეფე ერეკლემდე და მეფე ერეკლეს შვილამდე. შესაბამისად, აი ყველა სქემას, რაც კი მას შეუდგენია, მოგართმევთ და მეუფიანანიამ დღევანდელობაში ნახეთ სვანური ენის დიალექტები ლაშხური, ლენტეხული, ლაშხური, ლენტეხური, ბალსზემოური და ვერ ვკითხულობ კიდე, მომიტევეთ რა. მერე შესაბამისად ლაზურ ჭანურში, ათინური, ხოფური, ვიწურ არქაბული, არდაშნული და კიდე გამოტოვებული აქვს მეუფიანანიას ლაზურ იმაში არის ძალიან დიდებული დასახლებები, სადაც არის სურმენე, გაიკარა, ოფი, უკვე აი ტრაპიზონთან არ მისული უამრავი ლაზური სოფელია და წარმოიდგინეთ, რომ 1 2 3 4 5 6 ლაზური ენის დიალექტია დღეს ცოცხალი. ხო წარმოგიდგენიათ, აი ამ პატარა რეგიონში რა. მერე შესაბამისად მეგრული, ზუგდიდური, სამურზაყანოული, სენაკური. ეხლა ხო შესაბამისად აი მე ერთი მეგობარი მყავს, რომელიც წარმოშობით არის, წარმოშობით რა ცხოვრობს აბაშაში და რაღაც გარემოებიდან გამომდინარე რაღაც საქმეზე, ამ 5-6 წლის წინ იყო წასული წალენჯიხაში, ჯვარში და ზუგდიდში და ასე შემდეგ და იქ ვალავდიო რომ მე მეგრელი ვიყავიო და ქართულად საუბრობდიო, იმიტომ რომ ძალიან ბევრი შეცდომა მომივიდო და მანდა უამრავ სიტყვას ვერ გავიგებდიო რომ მეგრულად რომ ესაუბრაო და აქ აბაშაში მეგობრებში, ოჯახში, ნათესავებში ერთმანეთში მეგრულად საუბრობენ. ცხადია და წარმოიდგინეთ, ესეთი განსხვავება სენაკურსა და ზუგდიდურ შორის და გალში და ოჩამჩირეში და აფხაზეთის ტერიტორიაზე კიდევ უფრო დიდი სხვაობაა თურმე. იმერეთში ქვემოიმერული, ლეჩხუმური, ზემოიმერული, ზემოგურული, ქვემოგურული, აჭარული. იქნებ თქვენს გაგახსენდეთ კიდე რომელიმე დიალექტი დასავლურ ქართულისა, ეგრეთ წოდებული. ეხლა აღმოსავლური. ნახეთ მოხეული, რაჭული, მთიულური, ქართლური მინიმუმ 3. მე ეხლა ქართლელი ვარ და მე ძალიან მარტივად გავარჩევ ადამიანი მაგალითად ხაშურიდან არის წარმოშობით, აი ხაშური, ქვიშხეთი, აი ეს რეგიონია მაგალითისათვის თუ ქარელიდან არის და ცხინვალიდან არის წარმოშობით დაახლოებით თუ გორიდან არის და კასპიდან არის წარმოშობით, აი ძალიან მარტივად, ანუ კიდე ქართლში არის, შიდა ქართლსაც ეძახიან დღეს 3-4 დიალექტი. ფშაური, გუდამაყრული, გარეკახური, შიგნიკახური, ქიზიყური, ხევსურული, თუშური. წარმოგიდგენიათ, ერთი სკოლები გვაქვს, ერთი ტელევიზია გვაქვს, ერთი ყველაფერი ერთი და მაინც ესეთი განსხვავებული დიალექტებია რა. ერთ ერში, ერთ ხალხში, ერთ საზოგადოებაში. ამას პლუს მე არ დამთავრებია აღმოსავლური. ყიზლარურ მოხეული, მესხური. მესხური კიდე 2-ია თავისი მხრივ, სულ სხვადასხვა არის მაგალითისათვის ახალციხეში და ასპინძაში და ადიგენში და ვალეში და ასე შემდეგ. ინგილოური, ფერეიდნული და რაც ძალიან საგულისხმოა მეუფე ანანიამ სამწუხაროდ აქ არ ჩაწერა დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველი გურჯების დიალექტები. აი არის ესეთი პარხალის ხეობა, საოცრება პარხალის ხეობა, სადაც ესე მიდიხარ ხეობაში, რომ პარხალის ცნობილ დიდებულ ტაძართან მიხვიდე და აი ამ ხეობაში, აი ამ ვიწრო ხეობაში, სადაც მარტო გზა და მდინარე ეტევა ხშირად და ბევრგან. შესაბამისად, ესეთი ციცაბო თითქმის 90 გრადუსიანი და 85 გრადუსიანი დამრეცი კლდეებია და ამ კლდეების ქარაფებზე
მაღლა დაახლოებით 200-250 მეტრის სიმაღლეზე სოფლები და სახლები და აივნებია გადმოკიდებული. წარმოიდგინეთ და იქ არის საოცარი სოფლები, აი უნიკალური სოფლები, ქართული სოფლები, წარმოიდგინეთ და შენახული სოფლები, სადაც საუბრობენ აი მე ალბათ მე-16, მე-17 საუკუნის დიალექტზე. მოდით ამას ახლა სიმბოლურად დავარქვათ ჩვენ პარხლის ხეობის ან დასავლეთ ტაური დიალექტი. აქ არის სოფლები ხევეკი, დიდი ხევეკი, პატარა ხევეკი, ქორამეთი, მერეთეთი, ქორეთი, შარაძე, ზენამეთი, ძევაი, ხარისთავი. რაოდენ ახლო სახელებია, ხო, წარმოგიდგენიათ, ხო და აი მაქსიმალურად ცდილობენ რომ გადაარჩინონ ქართული ენა და იცით რა რითი არიან გულდათუთქულები, აი ესე ვიტყვი პირდაპირ გულდათუთქულები, რომ აი ხანდახანო მთელი სეზონი ექსკურსიებისა და ზაფხულისა და კარგი ამინდების სეზონი გაივლისო და გზისკენ ვიყურებითო, რომ აი ნებისმიერი უცხო მანქანაო ექსკურსია და სტუმარი გუგონიაო საქართველოდანო, გურჯისტანიდანო და არ მოდიანო რომ დავიმეგობრონო, გვესაუბრონო, მათ არაფერი არ ჭირდებათ, იცით როგორ წარმატებულები არიან სოციალურად, მატერიალურად და შემდეგ არაფერი არ ჭირდებათ კონტაქტის გარდა, პატარა ქართული ბროშურების გარდა და საოცარი ქართულით საუბრობენ. ეს უნდა იყოს შესაბამისად ეთნოლოგებისა და ისტორიკოსებისა და ფილოლოგების საბადო და იქაურ ადამიანებთან ურთიერთობა და მათთან დამეგობრება და ნათესაობა. ახლა სახელებს შეხედეთ რა, ქორამეთი, მე ადრეც ვამბობდი რომ სადაც შეხვდება სიტყვა ქორ და ქორით იწყება ქორ, გორ, კორ, კარ, ეს არის კარდუდან და ქარდუდან წამოსული ფრაზები და გორდიენიდან წამოსული და გრ, ქრ, კრ, ეგრ, აი ამ სიტყვებიდან გაჩენილი ალბათ 40-45 საუკუნის ტოპონიმები არიან ესენი და აი ქორამეთი, მერეთი არის სოფელი, სადაც დაიბადა დიდი დიმიტრი ყიფიანი, ანტონ ფურცელაძე, ეს არის სამწუხაროდ დღეს მავთულხლართისპირა სოფელი არის, გორის რაიონის ჩრდილოეთში, იქ ზარდიანთკარი ადიდებული სოფელი. ქორეთი, აი ქორ ისევ და შესაბამისად ეგვიპტური მითოლოგიაში არის ქორუს, რომელიც ზოგ ჩიტიგონია და ამ დროს ეს ყველა ვარიანტში ადამიანია და ესეც დაახლოებით 45 საუკუნის მზის ღმერთი და ეგეთი მითოლოგიური არსება და აი ქორი და ქორი შესაბამისად ჩვენი ერი 45-47 საუკუნის წინ, 50 საუკუნის წინ, მოდით ესე ვთქვათ, იწოდებოდა როგორც ქარ, ქორ, გრ, ეგრ, აი ეს იყო ჩვენი სახელი, სხვები ესე მოგვიხსენიებდნენ. ქრ, გრ, ეს არის უმნიშვნელოვანესი შესაბამისად ასოკავშირები და ბარცვლები და დღესაც კი მთელი მსოფლიო გვეძახის ჩვენ ეგრს და მეგრელს გვეძახის ყველა ქართველს რა. აი იგივე გურჯი, გურზანი, გურძი, გრუზინი, გურჯისტანი და მათ შორის აუცილებლად ეხლა ვიღაცა ოროსნები არსებობენ. აი როგორც ისეთი რა, როგორც ხოხობის გამო რო დაარსდა აქ თბილისი, აი მაგის ტოლფასი მეზღაპრეები არსებობენ, რომ ბერძნებმაო ჩვენო მიწის მუშები ვიყავითო, მიწის მუშაკებიო, მიწას რა მუშაებდითო, მარტო ჩვენ ვამუშავებდითო, ბერძნები არ ამუშავებდნენო და დაინახესო რომ აქ მიწის მუშები ვიყავითო და გეორგიანელები, ჯეორჯია დაგვარქვესო, გამიგეთ, ჯეორჯია აბსურდი ხალხო, ვინ გვეძახის? სტრაბონს დაუძახია ჩვენთვის, ჰეროდოტეს დაუძახია ჩვენთვის, პროკოფის დაუძახია ჩვენთვის, კილაქსიკარეს და ნების რომელ მწერალს დაუძახებია ჩვენთვის ჯორჯია, წარმოგიდგენიათ? იქაც გრ არსებითი და იქაც აი ეგრი და მეგრელი და გრ ჩვენ ვართ გრ, ქარ, ქორ, ეგრ ხალხი. კოლხეთი, კოლ, ქარ და ეგრ არის სინონიმები და ესეც გრ არის და არა რაღაც მიწათ მომქმედი და ასე შემდეგ. ეხლა ოქროს მეტალურგები არ ვიყავით, რატომ მეტალურგები არ დაგვარქვეს?
ან სხვა ხელობია და სხვა დიდებული აღმოჩენები არა გვაქვს, კაცო, პირველი მწერლები არ ვიყავით და პირველი ასტრონომები არ ვიყავით და ქალდეველები არ იყვნენ, პირველი ზეცაში მაყურებლები და ბორბლის გამომგონებლები, ქართველები და ქალდეველები არ არიან და ფუძეერის შვილები აქ რატო ეს არ დაგვარქვეს? აი ძალიან მინდა რომ აი ამას ჩაუკვირდეთ რა და ესეთი რაღაცეებს აუცილებლად შეხედოთ ეჭვის თვალით რა, რომელიც გაბატონებულია, აი დაუნგრეველი ბეტონში ჩამოსხმული სიმძლავრესავით არის. აი ქორეთი გავიარეთ ახლა მომიტევეთ გადახვევისათვის სოფელი შარაძე, ჩვენ ერთში უდიდესი მნიშვნელობა აქვს გვარს, წარმომავლობას, იმის და მიუხედავად რომ აი ოდენ მე-19 საუკუნეში ჩანს პირველი გვარი ეხმარებოდა გრიგოლ ხანძთელს გვარად დაფანჩული, მერე იქიდან არის ფანჩულიძე წამოსული. შესაბამისად, აი მაშინ ჩდება უკვე გვარი და აი გვარს რა დიდი ფასეულობები აქვს, წარმომავლობას და ასე შემდეგ, აი ძალიან ხშირად წარმომავლობებმა გააჩინეს ქართული გვარები. ქართულმა ეკლესიამაც უამრავ ოჯახს დაარქვა, სამეფო კარმა უამრავ ოჯახს დაარქვა გვარები და მოგეხსენებათ, რამდენი სოფელია საქართველოში, სადაც აი გვარით არის ნაწარმოები, ტოპონიმი რა, მაგალითისათვის საქართველოში, აი სამეგრელოში როა საქორქიო, საჯიჯაო, საგვაზაო, ლეხაინდრაო, ასე შემდეგ იგივე აჭარაში რო არის პაპიძეები, გოგაძეები, დეკანოსიძეები, ასე შემდეგ დიოკნისი, ასე დიაკნოსი არის გვერდზე არის მგონი სოფელი დეკანოსიძები. იგივე აი აქ არის სოფელი შარაძე და მეორნაირად შარაძეები. წარმოგიდგენიათ ღმერთმა აცხონოს ეგრევე გაგვახსენდება გურამ შარაძის ნათელი და მებრძოლი და ეროვნული სული. ზენამეთი, ზენა არის ამ და ძევაი, ხარისთავი, ხარისთვალა, აქაც არის ესეთი სოფელი და წარმოიდგინეთ რომ უამრავი ტოპონიმი მეორდება და იქ ცხოვრობენ ადამიანები თავიანთი დიალექტით ცხოვრობენ. ჯერ კიდე აი მაგალითად გამაოგნებლად დიდი რაოდენობა ქართულ ენაზე მოსაუბრი ადამიანებისა ბორჩხას აღმოსავლეთით და დასავლეთით არის ესეთი ხეობები, დევისწყალი, გლასკური, ჩიხალა, კუხალა და მურღული და ხატილასწყალი. აი ესე წყლები უერთდება აი ამ ადგილას ართვინს დავლა და ბორჩხას მაღლა და ყველა აი ამ ხეობაში ულეველი, აი როგორ გითხრათ, ზოგ სოფელში 150 კომლი, ზოგში 200 კომლი ქართველები და საშუალო თაობამ და მაღლა თაობამ ყველა მიცის ქართული და ბავშვები ცდილობენ. აბა როგორ ვიზრუნებთ მათ დახმარებაზე, ღმერთმა გაგვაძლიეროს. შესაბამისად, აი ეს უკვე წარმოგიდგინეთ, აი ეს დიალექტები დღეს არსებული და ეხლა მაგის თქმა მინდა რომ ეხლა ჩნდება დიალექტები, აი ჩვენს თვალწინ ჩნდება დიალექტები ხალხო და ესეთი კუთხობრივი ერთ კუთხეში კიდე რამდენი ფასეულობები და სხვადასხვაობებია და მაშინ რო გაჩენილიყო ეს არავითარი სხვაობა არ არის ერთ ერში, ერთ ქვეყანაში, ერთ სარწმუნოებაში, ერთ კულტში და ასე შემდეგ. სასტიკად ცდებიან ადამიანები, იცით რომელი ადამიანები ცდებიან სასტიკად, რომ ჯერ ისინი ცდებიან სასტიკად, ვისაც გონია რომ აქ შემოვიდა ანდრია პირველწოდებული და ბერძნულად ქადაგებდა აქ რა. ეგენი არიან ოროსნები, ან გამყალბებლები. შესაბამისად ესენი ეგ ერთი კატეგორიაა და მეორე კატეგორიაა ფიქრობს რომ ესე იგი წმინდა ანდრია შემობრძანდა ლაზეთიდან, იქ ლაზურად ილაპარაკა, მერე ჩამოვიდა აწყურში, აქ აღმოსავლეთ ქართლურად ილაპარაკა, აწყურში ჩამოვიდა, დიდაჭარაში აჭარულად ილაპარაკა, მერე სამეგრელოში წავიდა, მეგრულად ილაპარაკა, მერე ასე შემდეგ ეს რაც გაბატონებულია, კიდე კაი გაბატონებულია, თორე 30 წლის წინ რო გეთქვა დედა უნივერსიტეტში რო გეთქვა რომ საქართველოში იესოს მოციქულები იყვნენ, ორიანს დაგიწერდნენ. შეიძლება შესაბამისად აი მასწავლებელი გადაკიდებოდა რომ საიდან მოიტანენ, რისთვის მოიტანენ და ასე შემდეგ. და როგორც იქნა გაიმარჯვა იმ აზრმა რომ საქართველოში იყო მოციქული
ანდრია და კიდე სავსება მათი კიდე 5-6 მოციქული იყო საქართველოში საქადაგებლად და დიდი თეიმურაზ ბატონიშვილი წერს, გვიმტკიცებს, ხას უსვავს, რომ ანდრია შემობრძანდა და მერე წარმოიდგინეთ, რომ აი ამ დიდაჭარიდან და აწყურიდან იგი გამოემართა და ჩამოვიდა მცხეთაში. თვითონ ქალაქ მცხეთაში არ შევიდაო და მთით გადაიარაო, სადაც ჯვრის მონასტერია. ხო ხვდებით? იქიდან გადმოხედა ამ დიდებულ ქალაქსო. გამოოგნებელი რამ. შეიძლება აი მე არ მინდა ეხლა რაღაც ისეთი თეოლოგიური შეცდომა დავუშვა, მაგრამ რას ფიქრობ, იცით, აი ამ მომენტზე, რომ როგორც რაღაც მოკრძალების გამო, როგორც საოცარი რწმენისა და პატივისცემის გამო იერუსალიმში ვერ შევიდა, არ შევიდა და შორიდან აკვირდებოდა და უცქერდა დავითგარეჯელი იერუსალიმს, ზუსტად მსგავსად, ახლა ცხადია ანდრია პირველწოდებულმა იცოდა, რომ მაცხოვრის კვართი, მისი მასწავლებლის კვართი იყო აი აქ დავანებული მცხეთაში, იგი ქალაქ მცხეთაში არ შევიდა, წარმოგიდგენიათ და ზემოდან გადმოხედა ქალაქს, ჯვარი აღმართა იქა, მერე გრემში იყო, კახეთში ჯვარი აღმართა იქა, მერე მყინვარწვერზე იყო, ჯვარი აღმართა იქა, მერე პირიქითა საქართველოთი გადაიარა და ეგრე აი დღევანდელი აფხაზეთის მთებში გადავიდა ეგრე და ეგრე გაემგზავრა ჩრდილოეთისაკენ. წარმოგიდგენიათ რა ღვაწლია, რა მოგზაურობაა და რა განმანათლებლობაა და ოროსნები ფიქრობენ, რომ რამდენ კუთხეშიც იყო, იმდენ ენაზე ისაუბრა. ნუ ეგ ახლა კარგად გამიგეთ, კიდე შეცდომაა და ის ბოროტებაა, რომ ჩამოვიდა და თითქოს სხვა უცხო ენაზე საუბრობდა ბერძნულად. რადგან მე ახლა ეს რო შემოვიფარგლოთ, აი ამ ძალიან მარტივად მეუფიანანია ფიქრობს, რომ მე-6 საუკუნეში ხდება უკვე ქართულისგან, აი ამ ფუძე ქართულისგან მეგრულისა და ზანურის გამოყოფა, ხოლო სვანურის გამოყოფას იგი ფიქრობს პირველ 1000 წლეულში ქრისტესშობამდე, სიტყვაზე 24, 25, 27 საუკუნის წინ და მანამდე, როგორც გითხარით, იგი ფიქრობს, რომ ერთიანი ენაა, ასე მაგალითად მოდით ვთქვათ სიტყვაზე 25, 27, 30 საუკუნე და იმის უკან შესაბამისად ერთიანი ქართული ენაა და რაც შეეხება დიდ გენიოს, რომელიც სამწუხაროდ აითვალწუნა საბჭოთა ისტორიოგრაფიამ, თეიმურაზ ბატონიშვილზე მაქვს საუბარი, აითვალწუნა, გამოაცხადა იგი გამფეტიშებლად, გამყალბებლად, რომანტიკოსად, ჰეროიკული მოთხრობების მწერლად და ასე შემდეგ. ცხადია ჩვენ ამას არ ვეთანხმებით, ესე რო ყოფილიყო ამ ადამიანს არ მიიღებდა მსოფლიოს წამყვანი აკადემიები და ამდენი გამოუგნებელი დიდი შრომის ავტორი არ იქნებოდა. იგი წერს თავის ისტორიაში, რომ ჩვენი ეთნარქების ეპოქაში ეს ენა იყო, რა ენაზეც დღეს ვსაუბრობო და რა ენაზეც არის დაწერილიო შუშანიკის წამება და ადრეული ჰაგიოგრაფიული ძეგლები რა ენაზეც არისო დაწერილიო, იმ ენაზე საუბრობსო ჩვენი წინაპარიო, ეს არის ქართლოსი, ეგროსი, მცხეთოსი, ჯავახოსი, უფლოსი, ოძრხოსი და ასე შემდეგ. წარმოიდგინეთ რა ფასეულობაა და აი ამის ლოგიკურობას ეხლავე მოგახსენებთ. მინდა რომ დროში ჩავეტიო. მანამდე იმას ვიტყვი, სანამ იმას მოგახსენებთ, რომ მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე არის აი ამ გამოუგნებელი წიგნის ავტორი, მისი ელექტრონული ვერსია შემილია გაჩვენოთ, მიგითითოთ და ასე შემდეგ. დედა ღვთისმშობელი შემწე ქართული ენისა. აქ არის ცალკე უამრავი სამეცნიერო ნაშრომი. და ასევე არის აი პრაქტიკულად დოკუმენტები, იმ სასწაულების დოკუმენტური აღწერები, თუ როგორ მფარველობს დედა ღვთისმშობელი ქართულ ენას. მოგეხსენებათ, რომ აი მაგალითად ოლიმპოს მთაზე იდევნებოდა
ქართული წირვა, ქართული ენა მე-9 საუკუნეში ბერძნები რაღაც დონეზე ავიწროვებდნენ ქართველებს, ქართულ წირვას და ასე შემდეგ და ბერძენ მამასახლის გამოეცხადა ღვთისმშობელი. ეს ბერძნებმა აღწერეს, ბერძნებმა დაწერეს, ქართველებმა კი არ დაწერეს. და აი აქ მაქვს ჩაწერილი. და ღვთისმშობელმა მიმართა მათ წინამძღვარს, მათ მამასახლის, ბერძენ მამასახლის, რომ მრავალი დამკვიდრებულ არიან მთას ამას ქართულად მეტყველნი და ცხონებულ არიან და რომელი მათ არა შეიწყნარებენ, მტერჩემ და არიან. აქედან გამომდინარე, პირველ რიგში ჩანს, რომ მაცხოვრებელი ენა, აი ამ სიტყვიდან ჩანს, რომ მაცხოვრებელი ენა ქართული ენა და მეორე, რომ ქართული ენის მტრობა არის ღვთისმშობლის საწინააღმდეგო ქმედება. აი ესეთი რაღაცა უთქვამს ღვთისმშობელს, დიდება მის წმინდა სახელს და საამაყოა, ხო ხვდებით, რომ ასეთი ცნობები, მფარველობები, აი უამრავია. ასევე სულ დავიწყებული ქონდა პატარაობაში წმინდა ექვთიმეს, წმინდა ექვთიმე მთაწმინდელს ქართული ენა სულ დავიწყებული მქონდა და იგი კონსტანტინოპოლში წაიყვანეს ბიძებმა, დედის ძმებმა და მერე დაემდურა მათ იოანე მთაწმინდელი, წმინდა მთელი, ხო და შესაბამისად წამოიყვანა ეს ბავშვი და ყავდა ათონის მთაზე და ავად გახდა, წარმოგიდგენიათ, ავად გახდა პატარა ექვთიმე და იმ სულ დავიწყებული ქონდა ქართული ენა, ბერძნულად საუბრობდა და სულ დავიწყებული ქონდა ან თითქმის არ იცოდა, შეიძლება ითქვას ქართული ენა და ავად რო გახდა, უკვე განწერული იყო ლოცვებმა, მკურნალობებმა, ვერაფერი ვერ უშველეს, წარმოგიდგენიათ ამ დიდ ადამიანს და უკვე რო წასული იყო სადღაც მამამისი იოანე მთაწმინდელი და შეგუებული იყო იმ აზრს, რომ ბავშვი ბოლო წუთებს ითვლიდა და სულთმა ბრძოლი იყო, ბრუნდება ბავშვის სანახავად შეიძლება წარმოდგენილიც აქვს, რომ გარდაცვლილი დახვდება პატარა ექვთიმე და ხედავს პატარა ბავშვი დიდებული ფერებით, დიდებული განწყობით, დიდებული სიმკვირცხლით ხვდება მამას და მამა ეკითხება რა იყო, როგორ იყო, რა მოხდა შვილო და აი აქ მოსული იყო ქალიო რომელმაცო მომეფერაო და ამლოცაო და იმან გადამარჩინა, იმან გამომაჯამრთელაო და ესე მითხრაო, რომ ქართულად თავისუფლად უბნობდეო და იმ წუთიდან ასაუბრდა რასაკადრისია ტყუილი ესე დიდი წმინდანებისგან და იმ წუთიდან, იმ წამიდან ასაუბრდა ქართულ ენაზე ექვთიმე და უდიდესი მადლობა ქართველი ერისაგან, რომ ესეთი თარგმნები გვაქვს ჩვენ პირველ რიგში მისგან გიორგი მთაწმინდელისგან ეს ადამიანები რო არ ყოფილიყვნენ, ეს კანონიკური სისავსე წიგნებისა და ეს ამდენი ცნობები და ამდენი ქართული ბიბლია და ფსალმუნები და ასე არ გვექნებოდა. წარმოგიდგენიათ და ძალიან დიდი ესეთი რამეები არის აღწერილი აქადა. რაც შეეხება წეღან იმას ვამბობდი, რომ გადავედი იმ თემაზე, იშველიებს გიორგი მთაწმინდელის ცნობებს, რომ მან გიორგი მთაწმინდელმა აღმოაჩინა ეს ცნობა შავმთაზე მონასტერში ძველი ქართული მატიანეებში, რომ ჩვენი ეთნარქები 45-50 საუკუნის წინ ქართლოსი, ეგროსი, მცხეთოსი, ოძრხოსი, ჯავახოსი საუბრობდნენ ქართულ ენაზე. აი ეს ცნობა მოყავს თეიმურაზ ბატონიშვილს, ეყრდნობა წმინდა გიორგი მთაწმინდელს. რა დიდი ფასეულობაა, წარმოგიდგენიათ და მოდით ახლა ესეთი მარტივი ლოგიკა, რომელიც სამწუხაროდ ძალიან ხშირად ამოგდებულია, დაწუნებულია, გადახაზულია ისტორიის კვლევის მეთოდოლოგიიდან მარტო წყაროს ეყრდნობიან და ხშირ შემთხვევაში არ ეყრდნობიან კიდე საეკლესიო წყაროს. ვითომ ერთ-ერთმა სადღაც
პაპმა თუ მღვდელმა, სხვა კონფესიისა თუ იმ სხვა ასე შემდეგ სხვა კონფესიის სასულიერო პირმა რაღაც თავისი ეკლესიის, თავისი კონფესიის სასარგებლოდ გააყალბა რაღაც დოკუმენტი და აი აქედან გამომდინარე ისინი გამყალბებლები არიან და მარტო საერო მწერლებს ვენდოთო რა, მაგალითად როგორიც იყო სიტყვაზე მოვსეს ხორენაცი რა და ისეთ ადამიანებს როგორიც იყო სიტყვაზე არსენ ბერი სხვათა შორის იგივე თეიმურაზ ბატონიშვილის ცნობით ვაჩნაძე არსენი ყალთუელი იყო ვაჩნაძე. წარმოგიდგენიათ? წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის მოძღვარი იყო არსენ ბერი და გვარად ყოფილა ვაჩნაძე. ეს იმ შემთხვევაშია თუ ჩავთვლით რომ იგი იყალთუელია. ამასთანავე ამაზე აზრთა სხვადასხვაობაა. შესაბამისად ჩვენ ვართ ერთადერთი ერი რომელიც საუბრობს აშკარად ფაქტია კითხულობს და წერს იმავე ენაზე რა ენაზეც საუბრობდა ჩვენი წინაპარი მეხუთე საუკუნეში ხო წყალი არ გაუვა კიდე კაი ფაქტად შეება რომ მეხუთე საუკუნის ძეგლია შუშანიკის წამება რომელიც გვასწავლეს სკოლაში მერვე კლასში და ვკითხულობდით 10-დან 8 სიტყვას ვიგებდით და მასწავლებელი კიდე მე ერთ-ორ სიტყვას გვიხსნიდა და იმასაც ხვდებოდით საიდან წარმოიშვა და რა ფუძე ჰქონდა იმ სიტყვას. კიდე უფრო გვიანდელი არის მერე დადგინდა რა სიტყვაზე 20-25 წლის დადგენილება, არა 40 წლის, არამედ 20-25 წლის დადგენილებაა, რომ უფრო ძველი წიგნი უნდა იყოს წმინდა ნინოს ცხოვრება სალომე უჯარმელისა და პეროჟავრა სივნიელის დაწერილი და ვკითხულობ დიდებულად და დიდი ადამიანი, დიდი მეცნიერი ახლახან გარდაიცვალა, ნათელი დაადგეს ბიძინა ჩოლოყაშვილი, პროფესორი ასაბუთებს აი 20 წლის წინ ქონდა დიდებული მოხსენიებები, ლექციები, რომ 9 ყმა კოლაელის წამება კიდე უფრო ადრეულია. რა დიდებულად წასაკითხი წიგნია და დაწერილიაო 290-303 წლებშიო. წარმოგიდგენიათ მილანის ედიქტამდეო. ესე იგი მესამე-მეოთხე საუკუნის მიჯნაზეო და მას მერე წამოვიდა დარტყმები ქართულ ენაზე ხომ ეთანხმებით მას მერე წარმოიშვა აი ვახტანგ გორგასლის მერე გაჩნდა პერსარმენია აქა რომ ხოსრომ გაიარა გამოიარა სამხრეთ საქართველოში შესაბამისად იქით ბიზანტია და აქეთ პერსარმენია არმენია შესაბამისად ერთმანეთში ომობდა ჩვენ მიწაზე მერე შესაბამისად დაიწყო არაბობა იმძლავრეს სომხებმა შესაბამისად რამის წაგვართვეს ნახევარი მრევლი სომხურმა ეკლესიამ და კირიონ პირველმა გამოსტაცა აი ნახე აღმოსავლეთ საქართველოს 80% გრიგორიანდებოდა გასომხდებოდა შესაბამისად ეს გმირობა რო არ ჩაედინა კირიონ პირველს მერე შესაბამისად კი იყო რაღაც 3 საუკუნის განმავლობაში რენესანსი ასე ვთქვათ მერე მონღოლობა დაიწყო უბედური მონღოლობა დაიწყო მერე მონღოლობის მერე თურქობა სპარსობა ლეკიანობა მერე რუსეთის იმპერია როგორც ცდილობდა რომ ქართული ენა წაერთმია და აი ეს დარტყმები იყო და მაინც თავანკარა ქართული გვაქვს ხო ღვთისწყალობით და ვახტანგ მე-6-ეს მეცადინეობით რომ თავიდან შექმნა მან სტამბა გამოსცა წიგნები თავიდან სტამბა კი არ შექმნა გამოსცა წიგნები და თავიდან დაწერა ლექსიკონი ქართული სულხან-საბა ორბელიანმა და განიდევნა ქართული საკითხავი წიგნებიდან სპარსული ლიტერატურა და შემოვიდა ქართული ლიტერატურა ვეფხისტყაოსანი ქართლის ცხოვრება და შემდეგ და აი მერე ილია ჭავჭავაძემ და იაკობ გოგებაშვილმა რა სასწაული რა მექნეს მერე ეხლა სულ ახლახან შეიძლება ითქვას რა ბრძოლები გადავიტანეთ 70-იან წლებში იმის წინ რა სასწაული გააკეთა ივანე ჯავახიშვილმა და ნიკო კეცხოველმა და ესე გადაარჩინეს ქართული და დღეს ჩვენ გადავარჩინოთ ქართული ენა და აი მანამდე მესამე საუკუნემდე უწინ და უწინ ესეთი წინააღმდეგობები ხო არ ექნებოდა ენას წარმოგიდგენიათ და ესე იგი ეს ენა 2000 არ არსებობს რომ დასაბამისეული ენაა ეს ენა 2000 არსებობს რომ ის ენაა რომელზედაც მართლაც ლოგიკურად საუბრობდნენ ჩვენი წინაპრები და
მთელმა კაცობრიობამ უნდა ამენაში დაიწყოს თავისი ისტორიის, თავისი ფესვების ძებნა. და გამზადებულია ქართული უნივერსიტეტი, ქართული საზოგადოება იმისთვის, რომ ჩამობრძანდნენ და რაღაცები კი არ მოგვახვიონ თავს, არამედ ლოგიკური მეცადინეობა დაიწყონ და ძიება დაიწყონ კაცობრიობის ფესვებისა, კულტურული ფესვებისა. და საოცრებებს აღმოაჩენენ, საოცრებებს. ეჭვი არ მეპარება. ეს არის კაცობრიობის აკვანი. კიდე კაი ძალიან ბევრი ქართველი თანხდება ამაზე. ეხლა მე მინდა დაგიხატოთ რაღაც დონეზე აი ამ მეუფიანანია სქემების შემხედვარე მეც გამიჩნდა რაღაცა სურვილი რომ სქემა შემოგთავაზოთ და ერთად განვიხილოთ მე ის სქემა რომელსაც ეხლა დავწერ. შესაბამისად ანუ ქართული ენიდან გამომდინარე და აი რაც წერან მოგახსენეთ რაღაც დონეზე სქემად გადავაქციოთ რა. ესე იგი ქართული ბიბლიით, სეპტუაგინტათი თქვენ სახში გაქვთ ძალიან ბევრ თქვენთაგან სახში გაქვთ ზოგს კედელზე საეკლესიო კალენდარი და ზოგს წიგნად საეკლესიო კალენდარი იქ წერია რომ დასაბამიდან 7629 წელი ეს დასაბამი ზოგი დაბნეულია რა დასაბამი ის არის რა დასაბამი ზოგს წარღვნის შემდგომი ეპოქა გონია დასაბამი ზოგს აი ამ წელთაღრიცხვათა გარდატეხა გონია დასაბამი ზოგს აი ერთი წუთი გაურკვეველი თარიღები და დასაბამი არის ადამის შექმნა ეს იყო 7629 წლით სხვა ვერსიებია, მოდი ამაზე ნუ ვილაპარაკებთ, რომ არ დაგაბნიოთ რა, ანუ სხვა ვერსიებია სეპტუაგინტას მიხედვით, ლათინური ბიბლიის მიხედვით, ალექსანდრიული არსებობს კიდე ქრონიკონი და აშენო. ქართული ქრონიკონით, ესე იგი დღეს ხო არის, აი მე ახლა ეს რო ნახაზად გამოგვადგეს, დღეს არის 2025 წელი და აი ამ გადმოსახედიდან მინუს მოდით ესე გავაკეთოთ 7629 წლის წინ ადამიანის შექმნა ეს არის ადამიანის შექმნა ადამი არის შექმნილი და მაცხოვარი არის შობილი და არაქმნილი 7629 წლის წინ. მე აქ მომენტიდან განვლო ქართული ქრონიკონით 22 საუკუნემ. პლუს 22 საუკუნე. მოხდა წარღვნა. წარღვნა მოხდა მოგეხსენებათ აი ამ რეგიონში გეოლოგები ამბობენ რომ წარღვნა მოხდა და თეოლოგები ამბობენ რომ წარღვნა მოხდა და შესაბამისად როგორ შეიძლება ან ერთს არენდო ან მეორეს არენდო და მით უმეტეს რა ბედნიერებაა რომ ორივე ეს ტექნიკური პარამეტრები და ეს წმინდა წერილის ცნობა ერთმანეთს ემთხვევა. მოხდა წარღვნა შესაბამისად და ახალი კაცობრიობა შეიძლება ითქვას თავიდან კაცობრიობა თავიდან იწყებს გამრავლებას ნოეს ოჯახობიდან ცხადია ყველა მიცის რაც ბიბლიაში წერია აპოკრიფულში წერია რომ მე კიდე ეყოლა 601 წლის ასაკში წარმოგიდგენიათ ეყოლა შვილი ნოეს და ქალვაჟი სხვათა შორის ესე წერია ოღონდ ეს აპოკრიფული ტექსტებია და ეს მოვლენა ხდება კარდუს მთის, ქართლის მთის გარშემო შესაბამისად. მე ამ ამბავიდან 22 საუკუნეში ხო მოხდა, ესე იგი შესაბამისად 22 საუკუნის შემდეგ ხო მოხდა წარღვნა 7000 ესე იგი ამის უკან 54 საუკუნით ადრე. 54 საუკუნით ადრე მოხდა წარღვნა, რომელიც შესაბამისად დასაბამს აძლევს თავიდან კაცობრიობას. აი ამ ამბავიდან 10 საუკუნეში გავიდა 10 საუკუნე და იბადება აბრაამი.
აბრაამი არ არის ებრაელი. აბრაამი ქალდეველია. რამე თუ ებრაელობა, როგორც ასეთი, როგორც ეთნონიმი, შეიძლება ითქვას არ არსებობს. ქართულ ბიბლიაში, მცხეთულ ხელნაწერში არ არის ნახსენები, რომ იგი ებრაელია. მასორეტულ ტექსტში არის ნახსენები, რომ იგი ებრაელია. კარგად გამიგეთ, ეხლა თქვენ თვითონ გამოიყვანეთ დასკვნები. ესე იგი, აი ამ პერიოდში წარღვნიდან აბრაამამდე 10 საუკუნეა და მის შუაში შენდება ბაბილონი. 5 საუკუნეში შენდება ბაბილონი. ესე იგი, აი ამ 10 თაობაში, ამ 10 საუკუნეში 5 ბაბილონამდელია და 5 თაობა ბაბილონის შემდგომია. ბაბილონის შემდგომ უკვე დაშლილია ერები, ენები და ასე შემდეგ და მანამდე არ არის დაშლილი, მოგეხსენებათ. აი ამ ამბავიდან 10 საუკუნეში, წარღვიდან 10 საუკუნეში აბრაამია დაბადებული. აი ამ მოვლენიდან წარმოვიდგინეთ, კიდევ 9 საუკუნეში, მოდით ესე ვთქვათ, 10 საუკუნეში უკვე ცხოვრობს მოსე. მოსე წინასწარმეტყველი. აბრაამიდან მოსემდე. ეხლა სხვადასხვა ზოგან 8 საუკუნეს შეხვდებით, ზოგან 9 საუკუნეს შეხვდებით, ზოგან 10 საუკუნეს შეხვდებით. მე ვსაუბრობ ქართული ქრონიკონით და უკვე წარმოდგენა შეგექმნებათ რა ეპოქებია. მოსე არის 31 საუკუნე დღეის უკან. და მოსემდე კიდე 2 საუკუნით ადრე აქ არის ქვეყანა დაენი, ედენი, ამაზე წინაზე ვილაპარაკეთ, დაიენი, კოლხა, კოლხეთი და ცხოვრობენ ქალდები. საოცარი ეპოქა არის. მთელი კავკასია საქართველოა. მთელი კავკასია კოლხეთია. კოლხეთი არის დედოფლის წყაროს და კოლხეთი არის კოლას მთაც და მტკვრის სათავეც და კოლხეთი არის არარატის მთამდე. მერე იწყება მიდია. ამას ჰეროდოტე ამბობს და ძველი მწერლები ამბობენ, მე კი არ ამბობ. ესე იგი წარმოვიდგინეთ, რომ 33 საუკუნის წინ შესაბამისად არის აია, -33 საუკუნის წინ არის აია და -30-31 საუკუნის წინ არის მოსე წინასწარმეტყველი. ამის მერე წარმოვიდგინეთ, ეხლა აი ამ ეპოქაში ქართლის ცხოვრებაში წერია, რომ მოსემ რო გადმოლახაო წითელი ზღვაო, ქართლშიო მოვიდა ცნობაო ამის შესახებო და მაცხოვრებლებიო, მცხეთის მაცხოვრებლები, საქართველოს ქართლის მაცხოვრებლებიო ადიდებდნენო ებრაელთა ღმერთსო და გაუგნებულები იყვნენ ამ ცნობითო. როგორც მოსეს ჰქონდა ცნობა აქაურობაზე, ისე აქაურებს ჰქონდა ცნობა მოსეზე და ეს ისეთი ეპოქაა, სადაც ჯერ რაღაც კატაკლიზმები და ასე შემდეგ ჩვენ არ გადაგვიტანია და ის ენა, ფუძე ენა, რამე თუ ჩვენ არ ვიყავით ბაბილონის მონაწილეები, მაგალითისათვის მცხეთელები, მცხეთოსის სიტყვაზე და ჯავახოსის სიტყვაზე და ოძრხოსის სიტყვაზე, ისე აბრაამი არ არის ნამყოფი, მისი წინაპარი ბაბილონში და ფუძე ენაზე მოსაუბრეები არიან და აი როდესაც უკვე ეგვიპტეში ჩავიდა, ეგვიპტიდან დაბრუნდა და მისი შვილიშვილი 12 ტომი გაჩნდა, აი მერე უკვე მათი ენა იცვლება და ისინი უკვე სხვა ენაზე საუბრობდნენ. თორე ეჭვი არ არის, მე დარწმუნებული ვარ, რომ აბრაამი დასაწყისში ცხოვრობდა რა დღევანდელ შანლიურფას ადგილას, სადაც ედესა იყო, ქართულენოვან სამყაროში ცხოვრობდა და ქართულენოვან გარემოში იქნებოდა, თუმცა სემიტია. ჩვენ ძალიან დიდი ნაწილი ჩვენი ერისა 80% იაფეტიდები ვართ, ცხადია და არ არის გასაკვირი, რომ ფუძე ენაში მყოფი ადამიანები, აქ მაცხოვრებლები, ყველანი ვინც არ მონაწილეობდა ბაბილონში, ამ ეპოქამდე ქართულ ენაზე მოსაუბრნენი იყვნენ და დასაბამიდან წარღვნის შემდგომ ადგილობრივი ადამიანები იყვნენ. მცხეთიდან წასულები კი არ იყვნენ.
სადაც დღევანდელი ზემო-შუა მდინარეთია და ქართული კოლონიები, ქართული სოფლები იყო უამრავი, რომლებიც ქართულ ენაზე საუბრობდნენ. არა იქიდან პირიქით, იქიდან მოდიოდნენ ხშირად ქართულენოვანი ადამიანები, აი არიან ქართლო ჩამოვიდა. მერე აი ამ მოსეს ეპოქის შემდგომ იწყება ცუდი ამბები, რა კიმერიელები ჩამოვიდნენ აქ ურარტუ დაიმცრო ურარ, ერთი ქართული მხარე მეორეს ეუმებოდა, წარმოგიდგენიათ აი ამ პერიოდში და მერე ხდება მოგეხსენებათ რაც ხდება. და მერე აი ამ მოსედან გადის წარმოიდგინეთ დაახლოებით 7 საუკუნე პლუს 7 საუკუნე და უკვე არის ფარნავაზის ქვეყანა. ფარნავაზის ქვეყანა და დიდი შემოდინება არიან ქართლიდან სრულიად მოქართული ადამიანები. აქაც იყო ქართლი, აქაც იყო ქართულენოვანი საზოგადოება და ჩამოვიდა ქართულენოვანი საზოგადოება. ისეთი არანაირი განმამსხვავებელი არ იყო რა. ზუსტად ისეთივე ქართველები ჩამოვიდნენ, როგორიც მაგალითად დღეს რო ცუდი ამბები მოხდა და დავკარგეთ დროებით სიტყვაზე აფხაზეთი და უამრავი ქართულენოვანი, უამრავი მეგრულენოვანი გადმოვიდა დასახლდა სიტყვაზე თელავში, ხო, გორში, ხო, თბილისში. ხო, ანალოგიური აი ესეთი გადმოსვლა იყო და აქ დახვდა იგივე ხალხი, იგივე ერი, არანაირი განსხვავება არ იყო რა. არც ენაში, არც სახეში, არც ცხოვრების წესში. და მერე უკვე შესაბამისად ფარნავაზიდან მაცხოვრის ეპოქაში, ადერკის ეპოქაა, ღმერთს ვევედრები. ყველანი აი უნდა ვეხვეწებოდეთ ღმერთს, რომ გამოაჩინოს ფარნავაზისეული დამწერლობა ქართული, რომელიც აუცილებლად იქნება, სადღე აუცილებლად იქნება და იქნებ ხან დაფარული იყო, ხან მიწამიყრილი იყო და ხან ტაბუდადებული იყო და ამ შემდეგ და აუცილებლად გამოჩნდება და ჩვენ ყველანი დავრწმუნდებით, რომ კიდევ უფრო ადრინდელი ქართული ძეგლები გვაქვს. ერთღა დავამატებდი, რომ ყველა ეს ჩვენი ქართული ჰაგიოგრაფიული ძეგლი შუშანიკიდან დაწყებული არის ერთ სამწერლობო ენაზე დახვეწილ, შედგენილ, დადგენილ დიდებულ ქართულ ენაზე დაწერილი, რომელსაც აუცილებლად მრავალსაუკუნოვანი წინაპირობა უნდა ქონოდა. ესე ჰაერიდან ესეთი ლიტერატურული ძეგლი არ გაჩნდებოდა და ყველა არის ერთ ენაზე დაწერილი. იოანე მინჩხი, მარტვილელი კაცი და იყალთუელი კაცი და მცხეთელი კაცი ერთ ენაზე წერდა მერვე, მეცხრე, მეშვიდე, მეექვსე, მეხუთე საუკუნეში და ერთ ენაზე კითხულობდა და ერთ ენაზე ლოცულობდა. რა ბედნიერება, არა? და რო არიან აი სხვადასხვა ქვეყნები, გინდა საბერძნეთი ვახსენოთ, გინდა სომხეთი ვახსენოთ, სხვადასხვა ენები ქონდათ, სხვადასხვა დიალექტები ქონდათ და ის იმ დიალექტზე წერდა, ის იმ დიალექტზე და მეცნიერები და სწავლულები ჭირდება რომ წაიკითხონ ერთმანეთს რო არ გვანენ რა. რო არ გვანან ეგეთი წიგნები აქვს დაწერილი და ჩვენ ესეთი ერთი ენა გვქონდა 45 საუკუნე. გაუმარჯოს ქართულ ენას, გაუმარჯოს ქართველ ერს, გაუმარჯოს ყველაფერ ქართულს.